გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. Ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. მოვედით ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით და ჩვენ გვასპინძლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მისი დამფუძნებელი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი. მიშა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გველის წინ, ხო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგ საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და სეზონის ბოლო გადაცემაა დღეს. და ძალიან მიხარია, რომ ასე დაემთხვა, რომ რეალურად სეზონს ხურავთ განათლებაზე, ტექნოლოგიებზე, ფინანსებზე, ხელმისაწვდომობაზე, აი ყველაფერ ამ კომპონენტებზე საუბრით და ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი ეს ჩვენი ეპიზოდი შედგა და დღეს ჩვენი მასპინძელი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი. მიშა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვასპინძლობთ და მადლობა შენი დროისთვის. როგორ ხარ პირველ რიგში, როგორ არის საქმეები? მიხეილ ბატიაშვილი, ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ყოფილი რექტორი. 2019 წლიდან BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ ბატიაშვილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში Silicon Valley თბილისის ჩამოყალიბება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შექმნა. ის ასევე არის Webster University Georgia's რეგიონში Webster-ის უნივერსიტეტის ერთადერთი კამპუსის პარტნიორი. 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ნოემბრამდე მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. დიდი მადლობა, მართლაც მნიშვნელოვანი წელი იყო. ჩვენთვისაც ესე ვთქვათ, წლის შეჯამების პერიოდია, ფიქრობ ძალიან საინტერესო წელი იყო, ემზადებით ახალი სემესტრისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი სიამაყე, ჩვენი სტუდენტები, ფიქრობთ, არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის პროექტები, რომელსაც რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი მუშაობს. ამიტომ პირველ რიგში თქვენ მადლობა, სანდრო, თქვენ ჯგუფს სტუმრობისთვის უნივერსიტეტში და საინტერესო თემებისთვის, რომელზეც ალბათ ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ დიალოგის ფარგლებში. ძალიან ისიამოვნებს ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებელი ამ საქმიანი 1 საათიანი რეგლამენტით და ბევრ თემას შევეხებით მოკლედ. უპირველეს ყოვლისა, მოდი უნივერსიტეტის განვითარების ტემპებზე ვისაუბროთ და ეხლა უნივერსიტეტს უკვე 10 წელი უსრულდება და შესაბამისად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აჩვენა ის კომპონენტი, რომ განათლება ეს არ არის მარტო ბიზნესი, ან ბიზნესი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების და შრომითი ბაზრის წინაშე და ყოველ შემთხვევაში მე არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ აი განვითარების ამ 10 წელმა ეს ტენდენცია ძალიან კარგად წარმოაჩინა და გამოკვეთა. მასშტაბად ჩვენი მაყურებელი ხარ შენ განელის რა თქმა უნდა მეტ კონკრეტიკას, აი ძალიან მოკლედ გვიამბე უნივერსიტეტის განვითარების 10 წლიანი პერიოდი და აი რა აჩვენა, რა ტენდენციები გამოკვეთა ამ განვითარების დინამიკამ. ძალიან მოხარული ვარ, სანდრო, ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ 10 წელი უსრულდება უნივერსიტეტს სექტემბერში და ფიქრობთ, რომ მართლაც, როდესაც ამ პროექტს ვიწყებდით, აი ფაქტიურად გიყურებდნენ, რომ აი საქართველოს ტექნოლოგიები, ტექნოლოგია საქართველოს სფერო არ არის ზოგადად, გასაგებია ის კულტურული უძვირფასეთი ტრადიცია, რაც ჩვენ ქვეყანას მოყვება და ის სფეროები, რომელიც ისტორიულად საქართველოს ახასიათებდა, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და განვითარებისთვის და უცბად აი დავიწყეთ ფიქრი, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. 10 წლის წინ, ხო, აი ფაქტიურად გიყურებდნენ ისე, რომ აი საქართველოში ტექნოლოგიები ცოტა ისეთი მოწყვეტილი, აი ტექნოლოგიები ხო ეს სფეროა, რომელიც სხვა კონტინენტზე, იქ ამერიკაშია, შორს არის, სხვაგანაა, ჩვენ ცოტა სხვა კულტურა გვაქვს, როგორ უნდა ავითვისოთ, ჩვენ უცხო სფეროა, ხო? ცოტა ისე გვიყურებდნენ ამ პროექტს, რომ ვიწყებდით, რომ აი რა უნდა გამოვიდეს აქედან, ალბათ განწირულია ის და აი დღეს რო უყურებთ, ეხლა ამ 10 წელიწადს რო ვაფასებთ, ხო და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია საქართველოში და ის შედეგები, რომელიც ჩვენ სტუდენტებს აქვთ, ეს არა მარტო სწავლის კუთხით ვამბობთ, არამედ იმ ტექნოლოგიურ კომპანიებში, იმ წარმატებებში, რომელიც ძალიან ბევრი წარმატებული დასაქმებული ყავს, ეხლა რო უკან ვიყურებთ ამ 10 წლის განმავლობაში, ალბათ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ფიქრობთ, იმიტომ რომ მაშინ ფაქტიურად არა მარტო საქართველოში გლობალურადაც იწყებდა ეს ტექნოლოგიების სფერო განვითარებას, განსაკუთრებით IT ტექნოლოგიების სფეროში და ის პროგრამირება რაღაცა ისეთი უცხო იმასავით ჩანდა, რომ აი ქართველისთვის ეს ცოტა მიუღებელია, რთულია, გაუგებარია და დღეს ძალიან ბედნიერები ყავართ, რომ ყავს უკვე ათასობით კურსდამთავრებული, ათასობით წარმატებით დასაქმებული ამაყები ვართ, რომ ყვდებიან ყველგან, მათ შორის სოფლიოს წამყვან კომპანიებში, მათ შორის თქვენთანაც იგივე ვიცი, ბევრი ჩვენი წარმატებული სტუდენტი, რომელიც თქვენთან მუშაობს და რა თქმა უნდა ჩვენი სიამაყე არის ჩვენი წარმატებული სტუდენტები და ეს პერიოდი სწორედ იმაზე საუბრობს, რომ რა თქმა უნდა ეს დრომაც მოიტანა, ალბათ ფიქრობთ, რომ სწორ დროს შეიქმნა ეს უნივერსიტეტი და ქართველებიც მართლაც უნიჭიერეს თაობა ყავს, უნიჭიერეს სტუდენტები ყავს და გარდა იმისა, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ჩაბარების კუთხით, ყველაზე დიდად რითაც ვამაყობთ, ეს არის ჩვენი სტუდენტების წარმატება, რომელსაც შეხვდებით, აი როგორც ვახსენეთ, თქვენი სტუდიიდან დაწყებული, თქვათ იგივე ამერიკაში იქნება თუ ევროპაში წარმატებულ კომპანიებში ბევრი წარმატებული საკუთარი სტარტაპით, ვიცი, ბევრი თქვენი სტუმარიც არის ხოლმე ხშირად თქვენი გადაცემის და ეს ყველაფერი არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიმდიდრე, რომელიც 10 წელი ვიხდება ეხ სექტემბერში და რითაც ვამაყობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების წარმატებით. მადლობა ძალიან საინტერესო პასუხისთვის და ნუ რეალურად რო გავყვეთ, ეხა ეს საკითხზე მაინტერესებს კიდე შენი მოსაზრება, შენ ახსენე და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ანუ სკეპტიციზმი, როდესაც იწყება რაღაც ძალიან საინტერესო და რაღაც მასშტაბური სკეპტიციზმი ყოველთვის ჭარბობს. მაგრამ აი დინების საწინააღმდეგო სვლას ყოველთვის მოყვება ამ შემთხვევაში წარმატების მაღალი მარჟა, რომელიც მერე ითარგმნება, რა თქმა უნდა, მოგებაში და იმ ბიზნეს ბენეფიტებში, თუმცა ყველაფერში, ყველა ინდუსტრიაში ეგრე არის, არა მარტო განათლებაში, ხო? სხვათა შორის აი მე მახსოვს, როდესაც აი უნივერსიტეტი დაფუძნდა პირველივე დღეებიდან მოყოლებული, ანუ ეგრეთ წოდებულ აი ანტრეპრენერულ აზროვნებას ექცეოდა ძალიან დიდი ყურადღება, მეწარმეობას, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ერთ სივრცეში შეიქმნა ძალიან კარგი ველი და ბაზისი იმისთვის, რომ ბენეფიციარი ამ შემთხვევაში სტუდენტი, რომელიც დააგენერირებდა ძალიან კარგ იდეას, მას ადგილზევე ამ სივრცეშივე ქონდა შესაძლებლობა, რომ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობაც განაღდებული ქონოდა თუ იდეა იქნებოდა კარგი. შესაბამისად, ანუ ჩემი მოკრძალებული აზრით, ანუ მაშინვე გაჩნდა ძალიან კარგი პრეცედენტი, რომ სტუდენტმა სწავლის განმავლობაში შესაძლოა შექმნას იდეა, დაამუშავოს, მოიპოვოს დაფინანსება და ის გახდეს წარმატებული. აი, ვინც ახსენე, ეხა სახელები და გვარები აღარ დაგვისახელებია, რა თქმა უნდა, თუმცა დავასახელებთ არც ამის გვერდება. ზუსტად აი ამ ყველაფრის შედეგი და ნაყოფია, რომ უკვე შრომითმა ბაზარმა და ეკოსისტემამ მიიღო სტარტაპერები, რომლებმაც უნივერსიტეტის დონეზე შეძლეს დაეგენერირებინათ უკვე ცოდნა, გამოცდილება, ფულადი რესურსები და ისინი დღეს უკვე არიან შემდგარები. მასშტაბი მე მაინტერესებს აი ბიზნესში თვითონ, ხო, ეხლა ცოტა მრავალკუთხედი საკითხი გამომევიდა, მაგრამ აი ბიზნესში რა მნიშვნელობა აქვს დინების საწინააღმდეგო სიარულს? იმიტომ რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები დამეთანხმები ზუსტად დინების საწინააღმდეგო სვლა არის, რომ გააკეთო ინვესტირება და აქცენტირება იქ, სადაც არავის არ ჭერა. ხო, აი მოდით ცოტა კიდე სხვა კუთხით შევხედოთ ამას, სანდრო. თლად ვერ ვიტყოდი, რომ დინების თლად საწინააღმდეგოთ უნდა ვიაროთ, მაგრამ დინებასთან ძიმე ესე ჭიდილში უნდა ესე რომ ვახსენოთ რა. იმიტომ რომ ერთი არის რაც უყურებდით დროს, რომ აი საქართველოს და ტექნოლოგია იყო ყოველთვის ესეთი, დღეს ხო ამაზე არავინ არ კამათობს. ყავს უამრავი წარმატებული სტარტაპერი, ძალიან ბევრი წარმატებული აი ციგე როგორც ჩვენი სტუდენტები, ალბათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ყავს ერთ-ერთი ეს სფერო არის, IT სფერო არის, რომელიც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებით და ერთ-ერთი მზარდი, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა დღეს და ამ შეუწყო ხელი დღეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო, რომ ამ სფეროს სტუდენტების გაჩენას ეს გამოცდილება და ცოდნა ხო არ იყო. ანუ რეალურად უყურებდით იმას, რომ აი საქართველოს სხვა არის, აი რაღაცა ესეთი მიდგომა ჩვენც რომელიც ყველაზე მიუღებელია ხოლმე რომ აი საქართველოს ხო სხვა არის აი ჩვენ ხო სხვაში არ არსებობს ხო აი ალბათ სამყარო დღეს იმდენად გლობალურია რა თქმა უნდა ჩვენი სპეციფიკა ისტორია უზარმაზარი კულტურა გაგვაჩნია მაგრამ დღეს რაც იგივე ჩვენ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ ხო რომ როგორც გლობალურად ტექნოლოგიების სფერო განვითარდა ჩვენც 10 წლის წინ ხო გეუბნებით გვიყურებდნენ როგორც ესე რაღაც ცოტა ფანტასტიკის სფეროდან რომ საქართველოს და ტექნოლოგიების სხვა და რეალობა გვაჩვენა სხვა გარდა იმისა რომ ამდენი წარმატებული და ამ სფეროში დასაქმებული ყავს და
აქ ვიტყოდი კიდე იმას, რომ ერთ-ერთი მაღალ ანაზღაურებადი სფეროა. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნადი სფეროა, ხო იგივე ყავს ჩვენი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჯერ შეიძლება დამთავრებულიც არ ქონდეს და მათ ანაზღაურება რამდენიმე 1000 და შეიძლება წლობით კვალიფიკაცია ადამიანს რო გააჩნია სხვა სფეროში, იმას უტოლდებოდეს მისი შემოსავლები. აღარ ვამბობ სტარტაპების სფეროში რამდენი წარმატებული ან სტუდენტი ყავს, ან კურს დამთავრებული, რომელიც უკვე დღეს შეიძლება რამდენიმე მილიონიანი პროექტის ხელმძღვანელია და წარმატებით ახორციელებს ამას. ანუ ის რომ საქართველოს რაღაც გლობალური იმიდან მოწყვეტილია და იცი რა სამყარო სხვა არის, გლობალური სამყარო სხვა არის და საქართველოს განსაკუთრებული გვაქვს ჩვენი კულტურა, გვაქვს ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყავს უნიჭიერესი ახალგაზრდები და რაც ამის გჯეროდა და მართალიც აღმოჩნდით, რომ ამ უნიჭიერესი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარდნენ. შეხება ჰქონდათ ისეთ გლობალურ კომპანიებთან, წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ავიც იგივე ჩვენ უნივერსიტეტში, როგორც არის Microsoft-ი იქნება, Google-ი იქნება, თუ ნებისმიერი ამ გამოცდილების მიღება, იგივე მართლა წარმატებული ეს უცხოელი თუ ქართველი იქნება, ლექტორები, რომლებიც თქვა თავის წონაზე შექმნა ის პრეცედენტი, რომ დღეს ყავს უკვე ათასობით წარმატებული, დასაქმებული ბევრი იქით რომ სამუშაო ადგილებს ქმნის, ესეთი ბევრი მაგალითი ყავს და ვიცი თქვენ გადაცემაში ესეთი ბევრი ყოფილა, იგივე ჩვენი ყოფილი სტუდენტი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენეთ, რომ საქართველოში ტექნოლოგიები ისეთივე ჩვენი სფერო როგორც სხვა ქვეყანაში, რომ ყავს უნიჭიერესი თაობა, უნიჭიერესი ახალგაზრდები და ეს სტარტაპი იქნება თუ სხვადასხვა IT თუ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიებში ჩვენი წარმატებული კურს დამთავრებულები არის იმის მაგალითი, რომ ქართველები აქაც ნიჭიერები გვაქვს, აქაც ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ და სწორედ ის მაგალითია, რომ დღეს ტექნოლოგიების სფერო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა, ტემპების მიხედვით და ანაზღაურების კუთხით რო ვთქვათ, ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სფეროა. აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის და კიდევ ერთხელ აი ხაზი რო გაუსვათ იმ მოცემულობას, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და ციფრულ ეპოქაში ფაქტიურად თამასა გათანაბრდა, იმიტომ რომ თუ მაგალითად აი 90-იანებამდე ხო პრეინდუსტრიულ პერიოდში ხა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ ინდუსტრიულ ასე ვთქვათ წიაღსვას მსოფლიოში. დღეს უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას სერვისებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების პრინციპებით შეუძლია რომ მათ კონკურენცია გაუწიოს და შექმნას ისეთი ველი და ბაზისი, რაც საქართველოს დარწმუნებული ვარ რომ ხელეწიფება და უგაცრავად ანუ სწორად ახსენე ნამდვილად რომ საქართველოს კონტექსტიდან ამოგლეჯვა ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ თავარი მამოტივირებელი და თავარი მამოძრავებელი აქ ადამიანური რესურსია და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით მინდა კითხვა აუცილებლად. ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან თითზე ჩამოსათვლელია ალბათ ისეთი საგანმანათლებლო კერა, რომ მოუძებნოთ საქართველოს რეალობაში, რომელსაც აქვს პირდაპირი ლინკები შრომით ბაზართან. ანუ პრაქტიკული მოდულები და პრაქტიკული თეზისები პირდაპირ ილინკება დღეს იმ მოთხოვნებთან, რაც შრომით ბაზარს გააჩნია. ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ზუსტად ასეთი უნივერსიტეტია, რომელიც პირდაპირ საზღვრავს იმ ინტერესებს, რაც ითხოვს დღეს ბიზნესი. და რა არის ბიზნესის დაკვეთა. მაშინ მე მაინტერესებს ერთია საგანმანათლებლო მოდულები, მაგრამ მეორეა უკვე ბიზნესთან შეთავაზება და ბიზნესთან პირდაპირი კორელაცია. ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ანუ სწავლა არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სწავლა უნდა დაკავშირებული იყოს, ეს იქნება შრომით ბაზართან, დასაქმების პერსპექტივასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტს როდესაც ვქნიდით, ანუ ერთი ვამბობდით, რომ ტექნოლოგია გახდება ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო სფერო და მეორე ვამბობდით, რომ შენ თუ მჭიდრო კავშირი არ აქვს ბიზნესთან, დასაქმების სფეროსთან, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მოწყვეტილი. ამის მაგალითი რაც ახსენე, თვითონ უნივერსიტეტს ჩვენ როდესაც ვქნიდით, თავარი კონცეფცია იყო იმაზე, რომ რაც შეიძლება ახლოს შრომით ბაზა. აი თითქოს ხო აი მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობთ, მაგრამ როგორ უნდა აღზარდო, რა ცოდნა მისცე ისეთი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალ მოთხოვნადი. То რეალურად ჩვენ ხო ანუ უნივერსიტეტს იმისთვისაა, ხო ეს ცოდნის გადაგცემა შენ გჭირდება არა ცოდნის არსებობისთვის, არამედ კონკრეტულად სტუდენტმა როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა, რომელიც დაეხმარება მის წარმატებას, მის კარიერას და ეს ყველაფერი ერთად ქმნის ქვეყნის ეკონომიკას, ხო ჯანსაღ და წარმატებულ ეკონომიკას. ანუ ჩვენი მიზანიც ეს იყო, როდესაც ამ უნივერსიტეტზე ფიქრობთ, რომ რა გაგვეთვალისწინებინა პირველივე დღიდან, იმიტომ რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო დასაქმებასთან,
რეალურ ბიზნესსაც და ამიტომ ეს როგორც ერთი ნაწილია ჩვენ უნივერსიტეტის სწავლის ნაწილი, მეორე ნაწილი ეს არის კონკრეტულად ბიზნესთან შეხება. ეს იქნება სტარტაპების შექმნა თვითონ კონკრეტულ ბიზნესთან გარკვეული დასაქმების პროგრამები თუ კონკრეტული კომუნიკაცია, რომელიც ერთობლივად იძლევა იმ წარმატების, ესე ვთქვათ, ამას საიდუმლოს არაფერს არ ვიტყვით, მაგრამ მართლა საიდუმლო ფორმულას, რომ წარმატებული მაღალი დონის განათლება და კონკრეტულ ბიზნესთან კავშირი არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც რა თქმა უნდა უნივერსიტეტი უნდა და ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუდენტები ათასობით კურსდამთავრებული, რომელიც გვხვდება ყველა სფეროში, ეს იქნება საბანკო სფერო, სპორტის მენეჯმენტის სფეროში, სამედიცინო, ტექნოლოგიებზე აღარ ვამბობ და მათ შორის მიხარია, რომ თქვენ გადაცემაში საკმაოდ ბევრი ჩვენი სტუდენტი არის, ან უკვე დამთავრებული, ან რომელიც ეხლა სწავლობს. იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი და ზოგადად განათლების მიზანი ის არის, რომ მისცეს ისეთი განათლება, რომელიც იქნება ბაზარზე მორგებული, მოთხოვნადი და რა თქმა უნდა დაეხმარება ყველა აბიტურიენტ სტუდენტს, რომ ისეთი ცოდნა მიიღოს, რომელიც იქნება წარმატებული კარიერულად და დაეხმარება იმაში, რა თქმა უნდა, როგორც პროფესიული კარიერა გაიმჯობესოს, ისე ქვეყნის ეკონომიკა შექმნა, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ რაც ახსენეთ აბსოლუტურად სწორედ, სანდრო, რომ ჩვენი მიზანი იყო პირველივე დღიდან ეს რაც შეიძლება მეტი კავშირი. მეტი ბიზნესი უნივერსიტეტში, მეტი კომპანია, ეს ტექნოლოგიური იქნება თუ სხვადასხვა ბიზნეს, საბანკო სფერო თუ ნებისმიერი სფერო უნივერსიტეტში და რაც შეიძლება მეტი განათლება, რომ იყოს თვითონ კომპანიებში წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს მაგალითი, რომელიც შევქმენით, კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან ცოტა ჩვენ უნივერსიტეტში რო იპოვოთ, თუნდაც მაღალ კურსებზე ისეთი სტუდენტი, რომელიც უკვე დასაქმებული არ არის. დასაქმებული არ არის მით უმეტეს ტექნოლოგიურ სფეროში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მოთხოვნადია და ყველაზე მაღალ ანაზღაურებადია. იმიტომ რომ რაღაც კვლევებს რო ვატარებთ ხოლმე, ხო, ანუ საშუალო ანაზღაურება, იგი რომელიც ჩვენი სტუდენტები ეს IT სფეროში იქნება, ეხა AI სტუდენტები, რომლებიც დაგვემატნენ კიდე, რომელზეც უზარმაზარი მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურადაც, ფაქტიურად მათი ანაზღაურება უტოლდება ისეთ შრომის ბაზრის ანაზღაურებას, ადამიანები 10 წლის კარიერის განმავლობაში რო აღწევს. ამიტომ ფიქრობთ, რომ კარგი დასაწყისი ქონდა და ეს ამაში საიდუმლო ისეთი არაფერი ფორმულა არ იყო მთავარი ის, რომ რაც შეიძლება ახლოს დასაქმებასთან, კომპანიებთან, იმიტომ რომ ჩვენი შრომა, ანუ ჩვენი ესე ვქნათ, შრომითი ძალები, სტუდენტები, რომელსაც ერთობლივად ვქნით, იმისკენ არის ორიენტირებული, რომ იყვნენ მაღალ ანაზღაურებად სფეროში დასაქმებულები და იყვნენ წარმატებულები. არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ წარმატებულ კომპანიებში საზღვრებს გარეთაც. ამიტომ ნებისმიერი ესეთი წარმატება, ალბათ მით უმეტეს დღევანდელი დღე ისია აგებული, რომ არ შეიძლება განათლება მოწყვეტილი იყოს რეალურ სფეროსთან. ეს ყოველი ჩვენი შრომა არის, რომ გავაუმჯობესოთ რაღაც სასწავლო პროცესი და რაც უფრო ახლოს მივიდეთ იგივე შრომით ბაზართან, კომპანიებთან, იმიტომ რომ ჩვენი ნებისმიერი სტუდენტის წარმატება ნებისმიერ ადგილზე ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის, ჯამში ქვეყნის წარმატება და ეს ყველაფერი ქმნის ჯანსაღ განათლებას, რომელიც მიმართულია ებაზე. აბსოლუტურად გეთანხმები. კიდე ერთი პასაჟი მინდა შემოვიტანო. სხვათა შორის ახლა იმედია არ მიწყენს არავინ, მაგრამ რა მომწონს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ანუ კი, გასაგებია არსებობს ცხადია ერთიანი საგანმანათლებლო ნორმატივებიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ფორმალური ფაბულა, რასაც ყველა მიყვება, მაგრამ კრებსითად და უმეტესად, ხო, ანუ უნივერსიტეტში ხვდებით ისეთ საგანმანათლებლო დისციპლინებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არის პრაქტიკასთან და ტრენდებთან და იმ სოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებთან, რაც ყველაზე ძალიან მოთხოვნადია და უკვე მინდა რომ გადავიდე კონცეფციებზე. ჯამში, რომელიც ძალიან მრავლად მომდინარეობს უნივერსიტეტში და მე ხშირად მქონია ხოლმე პრივატულადაც ჩვენც გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად პრივატულად, რომ მე რჩება ხოლმე ეგეთი შაბეჭდილება, რომ ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტი BTU უსწრებს რამდენიმე ნაბიჯით იმ რეალობას და მოცემულობას, რა რეალობაშიც ახლა ვართ და ხვალ უკვე ის მოცემულობა დგება. ერთ-ერთი ასეთი ნათელი მაგალითი არის ძალიან დიდი დოზით და ძალიან დიდი ინტეგრალით შემოტანილი ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი როგორც საგანმანათლებლო ნაწილში, ასევე ცალკეულ მიმართულებებში და რამდენიმე მიმართულებად დავყოთ ახლა ჩვენი დიალოგი. აუცილებლად ამავე კომპონენტში ციფრული სუვერენიტეტის ნაწილიც მინდა რომ შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ეს არის
მე მქონდა სხვათა შორის რამდენჯერმე შესაძლებლობა ნინო ენუქიძემ მაშინ ძალიან კარგად ისაუბრა პირდაპირ ეთერში, გიორგი კეკელიძის სტუმრობაც მახსოვს და ანუ აი მართლა დროული ნაბიჯია იმისთვის, რომ აი მაგიტომ ვიძახი ხოლმე, რომ არა ბიზნეს, არა კომერციულ, არამედ სოციალურ ხასიათს ატარებს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ ენაზე. და მე ჩვენი ენა ვაქციოთ ციფრულ მოვლენად და ეს ციფრული მოვლენა გადავაკონვერტიროთ მე კომერციაშიც, ხო? Რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ხო კომერცია. აქედან გამომდინარე, აი მე მინდა კითხო უპირველეს ყოვლისა აი კონცეფციების სტრუქტურაზე და კონცეფციების სტრუქტურა რა თქმა უნდა დავიწყოთ AI-ის ინტეგრალით, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნივერსიტეტი BTU რამდენიმე ნაბიჯით წინ აღმოჩნდა, ზუსტად აი სწორი ხედვების გათვალისწინებით, რაც თქვენ გაქვთ და ძალიან კარგად გააკეთა ცალკეული მიმართულებების იმპლემენტირება პრაქტიკაში და უფრო დეტალურად გვიამბე აი ამ კონცეფციის შესახებ. როდესაც თქვა იგივე BTU-ს ისტორიაზე ვყვებოდით, 10 წლის წინ ვიყურებდნენ რომ რაღაც ტექნოლოგია ისეთ სფეროა, რომ რაღაც საქართველოს აქედან შორს არის, ძალიან შორს არის და ამიტომ ის და იგივე იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ ვიტყევდით, სწორედ ხელოვნური ინტელექტზე მუშაობას, პირველ რიგში სასწავლო პროგრამაზე, იმიტომ რომ ბევრი ამ კუთხითაც ვიყურებდა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ეს არის რაღაცა ინგლისურენოვანი რაღაც ცალკე მოვლენა, რომელიც საქართველოს თან ცოტა შორს არის და შორს იქნება, გვერდზე ჩაგვივლის, მაგრამ რა თქმა უნდა, ცოტა სხვანაირად უყურებდით და მართლა ძალიან მოხარული ვართ, რომ 3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველოში გაჩენილი იყო ერთ-ერთი პირველი ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამა. იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს უკვე დღეს როგორც არის, ისე მომავალში იქნება ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. ამ კადრებზე იქნება არა მარტო საქართველოში, ვამბობ, გარწმუნებ მთელ სოფლიოში არის უზარმაზარი ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ნადირობა, კარგი გაგებით, იმიტომ რომ ეს არის ის სფერო, რომელიც ეხლა იქნება და რომელიც უკვე გახდა ფაქტიურად ჩვენი ესე ვთქვათ, ყოველდღიურობის ნაწილი. ხა, ამას თუ განათლებაში არ შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, სტუდენტები არ გავზარდეთ ამ სფეროს. ხო, ეს ისეთი სფეროა, რომელიც აი დღეს მაგალითად რაღაც კვლევები რო ჩავატარეთ, 9 მილიონი ქართველი მოიხმარს ხელოვნურ ინტელექტს. ანუ და ფაქტიურად 2 წელიწადში უზარმაზარი, ხო, ანუ ადამიანების ის გაშდა, რომელიც გახდა ამის მომხმარებელი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა მხელა მოთხოვნა იქნება ამ სფეროში კომპანიებში, ხო, რომელიც ეს უნდა დაინერგოს, ხო, თან ეს სფერო ეხლა იწყება რეალურად. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს სფერო იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამსაზღვრალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაჩინოთ ქართული კადრები. ვასწავლოთ ქართულ სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის შექმნა კომპანიებში დანერგვა, განვითარება და ასე შემდეგ. რეალურად ესეც ფიქრობთ, რომ 3 წლის წინ რაც დავიწყეთ და უდიდესი დახმარება გაგვიწია გერმანიის მთავრობამ, იმიტომ რომ პირველივე დღიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც ჩვენი გამოცდილება ქონდა, მაგრამ უზარმაზარი ტექნიკური და რესურსული დახმარება გაგვიწია, შეიქმნა პირველი პროგრამა ხელოვნური ინტელექტის გერმანიის და ევროკავშირის მონაწილეობით. ფაქტიურად მოხდა ევროკავშირში აკრედიტებული პროგრამების გადმოტანა BTU-ში და დანერგვა და დღეს გვაქვს გერმანელებთან ერთად შექმნილი როგორც პროგრამა, ისევ ლაბორატორიები, უზარმაზარი ამაში ინვესტიცია გაკეთებული და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება, გვყავს უკვე ძალიან ბევრი სტუდენტი და ეს იყო ყველაფრის იმის გამსაზღვრავით, რომ ამას უყურებდით როგორც ერთ-ერთი განვითარების კუთხეს. თუმცა, როგორც სწორედ ახსენე სანდრო, ამას არ უყურებთ, როგორც ესეთი, რომ რაც შეიძლება ამ სფეროში მერი ბევრი სტუდენტი გავაჩინოთ. იმიტომ რომ ამ სფეროს ძალიან დიდი მოთხოვნაა საბანკო სფერო და სხვადასხვა კომპანიებიდან, რომელიც იმიტომ რომ რეალურად ამას ძალიან ბევრი ნერგავს, ბევრი კომპანია უკვე იყენებს, რომელიც ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეს პრაქტიკაში, კომპანიებში, სხვადასხვა სფეროში და ასე შემდეგ. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქ ვიგრძენით ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ხელოვნური ინტელექტში ქართული ენის განვითარებაზე. რახან თქვით, რომ ერთ-ერთი პიონერები ვართ ამ სფეროში, ამ სფეროს განვითარების, განათლების კუთხით და ამას ყოველდღიურ რეჟიმში უყურებდით, რომ რამდენად ისე რომ ვთქვათ, ქართული ენა ცოტა არ დაგვეჩაგროს, იმიტომ რომ მის ხარვეზებს ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით და ვხედავთ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, მისია, რაც იკისრა ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იყო, რომ აქ შეგვესრულებინა ჩვენი, ესე ვთქვათ, არ ვიცი, ეროვნული ქართული, არ ვიცი, ესე ვთქვათ, ვალდებულება, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა. მით უმეტეს ვამბობთ, რომ ხვალინდელი დღე ფაქტიურად არის ხელოვნური ინტელექტის ეპოქა დაიწყო აქ და ჩვენ თუ მივიღეთ ამ ეპოქაში, რომელიც იქნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ქართული ენა იქ
რაღაც დამახინჯდა, შეცდომებით ისაუბრა, ნუ ეს იქნებოდა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული, ასე რომ ვთქვათ, სტრატეგიული საკითხად შევხედეთ, უსაფრთხოების საკითხად და დავიწყეთ უნივერსიტეტში მუშაობა იმისთვის, რა შეიძლება გაგვიკეთებინა ამისთვის. და მართლა ძალიან დიდი მადლიერი ვარ ჩვენი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ამ პროექტში გვერდში ამოუდგა პირველივე დღიდან პალიტრა ჯგუფი და თავისი უზარმაზარი ის რესურსით, რომელიც წლების განმავლობაში პალიტრაში არის სხვადასხვა ვებგვერდებზე, სხვადასხვა ბეჭდით თუ ელექტრონული რესურსებით დაგროვილი, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ დავიწყეთ ფიქრი, რომ როგორ გაგვეუმჯობესებინა ხელოვნური ინტელექტი, რომ რაც შეიძლება კარგად ესწავლა ქართული. აქ ძალიან ბევრი საინტერესო თემა გაჩნდა, აი უსასრულოდ შეგვიძლია ამაზე საუბარი. ერთ-ერთი აი ძალიან ისეთი ნიშანდობლივი აქ იყო, სხვადასხვა ისეთი საკითხი შეეოდა, რომ აი პირველი ნაბიჯები, აი როგორ უნდა გაიგოს ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა სწორად, ხო, იმიტომ რომ დღეს ბევრი ენა, რომელიც ქართულ ენას გონია რომ იგებს, ეს არის თარგმანი. კი ბატონო. ანუ ის იგებს ქართულ ენას როგორც თარგმანს. ანუ აი რო შევადაროთ, ხო, აი როცა ენას საშუალო დონეზე ნაკლებად იცი, ხო, აი როგორ საუბრობ იმ ენაზე, ხო, რაღაც ქართულად ფიქრობ, მე თარგმნი თავში ხო და რაღაც ამ ნათარგს გადასცემს თქვა სხვა ადამიანს, ხო? ანუ ეს არის რო სიღრმისეულად არის, ხო? ანუ ეს ანუ ხდება, ეხლა წარმოიდგინეთ იგივე დონეზე მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხო, რომელიც ცუდად იცის ქართული, ის ფაქტიურად ინგლისური ენიდან ახდენს ამ რაღაცა თარგმანებს ქართულის. ეს იწვევს დამახინჯებებს, ენამ დიდარი არ არის როგორც წესი და ანუ მოყვება ის მთელი ხარვეზები, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, რომ როგორ გაეგო ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად ქართველი და აქ მივედით ფიქრობთ, აი ისევ დაგვეხმარა ჩვენი ძველი კულტურა, გამოსტილება და ჩვენი ისტორია ფიქრობთ, თორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქ რაც გავაკეთეთ და მივხვდით, ეს არის რომ აი როგორც ბავშვი სწავლობს დედაენით, ხო არ ვცადოთ, რომ ხელოვნურ ინტელექტსაც დედაენით დავაწყებინოთ. ну ანუ ესე რაღაც სიტყვების ნაკრებით კი არ ვასწავლოთ რომ აი დღეს რაღაც სფერო ავიღეთ რაღაც მედიცინაზე ბიზნეს და რაღაც სიტყვების ნაკრებები ვასწავლოთ არამედ წავყვეთ თავიდან და ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა რომ მოდი დედაენით დაწყებული ქართული ენის სწავლა ხელოვნური ინტელექტი იმიტომ რომ ის პირველი ასორა არის ბგერა რა არის ბგერებიდან როგორ შედგება სიტყვა ანუ ყველა ეს სისტემა და რაც ეხა მართლა უნიკალურია სანდრო რაც ახსენე რომ აღმოვაჩინეთ ის რომ ძველი დედაენის სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემა წარმოიდგინე რომ გარდა იმისა რომ ადამიანებს ვასწავლით ენას იგივე მანქანებსაც რო ვასწავლით აღმოჩნდა რომელიც აი მართლა უნიკალური აღმოჩენა იყო რომ ეს ისტორიულად იაკობ გოგებაშვილის მიღებული სისტემა რომელიც თაობები გაიზარდა ამ დედაენის არის ასევე სწორი სისტემა იმისთვის რომ მანქანებმა დაიწყონ ქართულის თარგმნის სწავლა კი არა სიღრმისეულად გაგება და ნუ აქ ბევრი ძალიან საინტერესო პროცესი იქ იყო მე რაღაც რუსთაველის თარგმანები რო აი ენა არა მარტო გაეგო რაღაც ზედაპირული ის არამედ აი ქართველისთვის მეგობრობა ეს არ არის სიტყვა ხო რაღაც friendship რაღაც მეგობრობა ხო ანუ გაცილებით მეტი შრეები და სიღრმეები აქვს ხო ამიტომ ნებისმიერი ესეთი თქვათ კვლევა რომელიც ჩვენ უნივერსიტეტი იყო ჩვენი ესეთ ფიქრობ მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისგებლობა და დღეს რო ქართულ ენაზე მილიონობით მასალა უკვე ესეთი სოფლიო ღია პლატფორმა GitHub-ი სადაც ატვირთული გვაქვს ჩვენი უნივერსიტეტიდან უზარმაზარი მონაცემები და სწორედ ამ პლატფორმიდან ვასწავლით ხელოვნურ ინტელექტს რომ მან ქართული ენა არა თარგმანით გაიგოს, არამედ სიღრმისეულად. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი.
ამდენ ხანში მოგცემს ეს შედეგს, ანუ დროის დიაპაზონი რო ავიღოთ და მეორე ნაწილი სხვათა შორის ძალიან დროულია ეს ნაბიჯი. მე ხშირად მithქვია ხოლმე რომ აი ისეთი ენებიც კი რომელზეც პირობითად ათეულობით მილიონი ადამიანი საუბრობს, ხო, მსოფლიოში. აი ერთ-ერთ მაგალითს ვიხსენებ ხოლმე, ყოველთვის ფრანგული ენაა უყოთ, ხო? რომელმაც რაოდენობაში გაცილებით ჩამორჩება უკვე ინგლისურს, ხო? დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მსოფლიოში. აი ფრანგებმაც კი გააცნობიერეს, რომ ანუ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დაფარო აქვს ფრანგულ ენას, ანუ აუცილებელია ციფრულ ნაწილში შეიტანონ მათ გარკვეული კონტურები. აღარაფერს აღავლაპარაკობს საქართველოზე, რომელიც ქართულ ენაზე ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აი ყველაზე მაქსიმუმ ალბათ 6 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს, ყველაზე მაქსიმუმ. ალბათ. და აქედან გამომდინარე, ანუ მით უმეტეს გვმართებს ასეთ ნაწილში აი ციფრული სუვერენიტეტისკენ გადადგმული ნაბიჯები. პირველი კითხვის პირველი ნაწილი უბრალოდ მოიცავს იმას, რომ რამდენ ხანში ველით შედეგებს, ეს ერთი. მეორე ეს პირდაპირ მისწრება, როგორც იტყვიან, ქართველი პრომპტ ინჟინერებისთვის. და მესამე ქართული კომპანიები ხა ჩვენ წინა კითხვა-პასუხში გქონდა ესეთი დიალოგი, რომ აი დღეს როდესაც ბიზნესი უკვეთავს, ხო? აი ბიზნესისთვისაც, ქართული ბიზნესისთვის, რომელმაც საოპერაციოში უკვე ძალიან დიდი დოზით შემოიტანა ხელოვნური ინტელექტი, გვხვდება ბუღალტერიასა და აუდიტში, გვხვდება იურიდიულ მომსახურებაში, მარკეტინგში, ბევრ მიმართულებაში გვხვდება უკვე ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ აი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ძირითადი საკომუნიკაციო ენა არის ინგლისური და თუ ქართული ჩვენ შემოგვაქვს, ქართულად მაინც AI-ს უჭირს დატეხილი ენით გვესაუბრება, აი ჟარგონულად რო ვთქვა. აი შესაბამისად ეს პროექტი, ციფრული ენის სუვერენული პროექტი, აი სუვერენიტეტის პროექტი, რომელიც აი კარგად მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. რეალურად აი რამდენ ხანში ველით კონკრეტულ შედეგებს. კი ბატონო. ანუ პირველ რიგში კიდე კარგად რო გავმარტოთ, ანუ საუბარი იმაზე, რომ დღეს ხელოვნურ ინტელექტს ხდება აქტიურად მოვიხმართ, ქართული ენა იყოს ზუსტად დაცული. იმიტომ რომ რატო ეხა ეს ვიშოვანი, ხო, იმიტომ რომ პირველ რიგში როგორც ბევრი კვლევა გვაჩვენებს, ძალიან ბევრი მოზარდი მოიხმარს უკვე. ეს განათლების კუთხით იქნება თუ ყველა კუთხით, ანუ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, აი გარწმუნებთ, დღეს თუ 9 მილიონი ქართველი მომხმარებელი ყავს ხელოვნური ინტელექტის მუდმივი მომხმარებელი ფაქტიურად. ფაქტიურად ის რაც აი ჩვეულებრივ საძიებო სისტემით ეძებდით იგივე ქართული ინფორმაციას, ეს თლიანად გადავა ხელოვნურ. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ ხელა მოთხოვნა გაჩნდა, ამდენი თქვა თქვენაც ახსენეთ, თუნდაც აი 3 მილიონი მომხმარებელიც რო გაჩნდეს და ჩვენ იქიდან მიღებთ დამახინჯებულ, ხო, ანუ შეცდომებით დაწერილ ტექსტებს, ხო, ანუ მე ავტომატურად გიშდება სურვილი, რომ თუ სხვა ენა იცი, რომ უფრო კომფორტულია ინგლისურად. რატო? ანუ გაგვიშთა ის, რომ არა. მოდი ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ქართულ ენაზე ხელოვნურმა ინტელექტმა სწორად ისაუბროს, მაქსიმალურად გავზარდოთ, იმიტომ რაც უფრო სწორად ისაუბრებს, ეს აქ თუ ბევრი ბავშვი მოიხმარს, ხო, იგივე მოსწავლე იქნება, სტუდენტი იქნება, რაც უფრო სწორად მოიხმარ, რა თქმა უნდა, სწორი ჩვევები გიშდება, ქართული ენის სხვანაირი დამოკიდებულება გიშდება, შენ სხვანაირი ენით წერ, ხო, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია სწორად აწყობილია. და ეხლა შენ წარმოიდგინე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი უშვებს ისეთ შეცდომებს, ხო, აი, კარგი გაგებით რო ვთქვათ, აი ცუდი შედარება შეიძლება, აი უცხოელი რო თავიდან სწავლობს ქართულ ენას, რომ არა, კაი შედარება, ზუსტად ეგეთი დონეზე რო იყოს, ხო? კი, რა თქმა უნდა, აუყვებით ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტს ემუშავა გამართულად სწორი ქართული, იმ სწორ, ესე ვთქვათ, სამეცნიერო გრამატიკულ საფუძველზე დაფუძნებული, რომელიც უზარმაზარი, ვთქვათ, ამაზე ნამუშევრებია აგებული ჩვენი მეცნიერების ამდენი ხნის განმავლობაში. ამიტომ ჩვენი ამოცანა დადგა, რომ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს გამართულად ისაუბროს გამართული ქართული შეცდომების გარეშე. იმიტომ როგორც ვახსენეთ, 9 ადამიანი წარმოიდგინე ესაუბრება ისეთ სისტემას, რომელიც უკან უბრუნებს შეცდომებს. ხო, ანუ ეს არის როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ისე მომავალი თაობისთვის, რომ არ მიიღოს დამახინჯებული ჩვენი ქართული ენა, რომელიც როგორც თქვით, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ამიტომ პირველი რაც დავიწყეთ, ეს იყო ის, რომ შევქმნით უზარმაზარი მილიონობით, როგორც თქვით, მასალა. ეს იქნება ამას თავის წესები აქვს, ასე ვთქვათ, მანქანური ენის გრამატიკა, რომელიც არის სხვადასხვა ფრაზები, წინა და უზარმაზ მილიონობით ელექტრონული მასალა, რომელიც ესე ვთქვათ, მანქანას ვასწავლეთ. დღეს რო შედარება რო ავიღოთ,
და ქართული ენა თუნდაც იგივე რომ შევადაროთ როგორ იყო 1 წლის წინ ხელოვნურ ინტელექტში როგორ იყო ჩვენ არ ვამბობთ რომ მარტო BTU-ს დამსახურებაა რა თქმა უნდა ეს მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ამ კუთხით რომ ჩვენც მიგვიწვით ძალიან მოხარული ვართ და აი ბოლო ეს 1 თვის წინ განვათავსეთ ყველაზე დიდი მოცულობითი ბაზა ქართული ენის ესეთ GitHub-ი არის მსოფლიო საცავია სადაც აი ყველა ტექნოლოგიური სიახლე ახალი პროგრამა ყველაფერი იქ თავსდება და მთელი მსოფლიო იქიდან მოიხმარს ღია წვდომით განვათავსეთ ქართული ენის მილიონობით ბაზა რომელიც ვახსენეთ რომ ეს იყო BTU-ს და მათ შორის პალიტრა ჯგუფის უზარმაზარი დამსახურება ანუ ის მასალა პალიტრა მედიაში რაც იქნებოდა წლების განმავლობაში იქიდან წინადადებები ფრაზები პლუს ჩვენი უნივერსიტეტის უზარმაზარი ნამუშევარი და როგორც თქვით მილიონობით მასალა ღია წვდომით მივეცით და დღესაც ვაკვირდებოდით რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ გამოყენება აქვს ამას უკვე ჩამოტვირთებით რაც უყურებთ და ყველა ეს რაც გვიხარია რომ ეს სამუშაო კიდე გრძელდება დღეს რო შეადაროთ როგორი იყო ხელოვნური ინტელექტი იგივე გაზაფხულზე ან ზამთარში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს არ ვამბობთ რომ ძალიან ახლოსა ვართ იდეალურ მოდელთან მაგრამ დღევანდელი ქართული შედარება არ არის იმასთან თუნდაც რაც იყო გაზაფხულის მოდელთან მაგრამ ფიქრობთ რომ ამ კუთხით ეხლა სექტემბერში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები და ფიქრობთ რომ ხარისხობრივად კიდე დიდ იმას მივაღწევთ ამას მაგრამ ეს არის ფიქრობთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი იმიტომ რომ ეს ქართული ენის სწავლება როგორც თქვით უკვე ამდენი ათასობით ქართველი მოიხმარს ამას გარწმუნებთ რომ დაგვიბრუნდება უკან ძალიან პოზიტიურად სწორი ქართული გაგებით და იგივე ჩვენი სტუდენტები იქნება თუ ჩვენი ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე კი არ მოიხმარენ ქართულ ენაზე მოიხმარენ რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მაგარი კონცეფცია ამ თლიანობაში და ეხლა მე ვიცი კიდე რომ ბევრი ძალიან საინტერესო საკითხზე მიდის მუშაობა ეხლა ამაზე არ ჩაგეკითხები გარკვეული კონფიდენციალური კომპონენტებიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ სექტემბრიდან ჩვენი ეთერებიდან გაიგებს მაყურებელი აი ამ სიახლეების შესახებ. მოდი ახლა გადავიდეთ კიდე თუმცა განათლების გარშემო ვტრიალებთ, რა თქმა უნდა და ჯამში ახლა უნივერსიტეტის როლიც და ზოგადად აი კონცეპტუალური ხედვები, ხო, რაც არსებობს ამ წიაღში და მხოლოდ და მხოლოდ ვითარდება. მოდი ახლა მოვთარგმნოთ უკვე ჩვენი ეკოსისტემის განვითარებაზეც. იმიტომ რომ რამდენიმე ათეულობით 1000 კადრს უშვებთ, ვისითაც მე კომპლექტდება შრომითი ბაზარი და ასე შემდეგ და მათ აქვთ საკუთარი, ასე ვთქვათ, ხელწერა უკვე შრომით ბაზარზეც. მე მაინტერესებს დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკოსისტემა. ტექნოლოგიური კუთხით, რამდენად სწორად ვითარდება. ეხლა აქ მე ბიზნესის ნაწილი შემოვაკ. სამწუხაროდ ჯერ რაოდენობაში, მხოლოდ და მხოლოდ 130 მსხვილი ქართული ბიზნესი ქმნის GDP-ს იმ პარამეტრებს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ გამოწვევები არის SME სექტორში, მცირე საშუალო ბიზნესზე მაქვს საუბარი და აღარაფერს აღალაპარაკობ მიკრო ბიზნესზე. რა არის ძირითადი პრობლემები? ანუ ძირითადად გვიჭირს მაინც ავყვეთ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ კომპონენტებს. ეს მერე აჩენს, რა თქმა უნდა, ჩამორჩენას. არ ვიცით მუშაობა ფინანსურ ინსტიტუციებთან, არ ვიცით როგორ გამომართოთ ბუღალტერია და აუდიტი და დღეს ეს ყველაფერი ციფრულად ხორციელდება და შესაბამისად მე უკვე ჭირს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ანუ ჩემი კითხვის მთავარი ფაბულა და მთავარი ბირთვი არის ისევ და ისევ განათლება. კარგად განათლებულ ბიზნესს ნაკლები პრობლემა აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, უფრო კარგად შეუძლია გამართოს თავისი ბუღალტერია, უფრო კარგად შეუძლია დაამყაროს ურთიერთობა ფინანსურ ინსტიტუციებთან, სახელმწიფოსთან და ყველაფერთან ერთად. ანუ ის უფრო ბედნიერია და ბიზნესი, რომელსაც განათლების დეფიციტი აქვს, ის უფრო უბედურია, როგორც სიტყვიან, ხო? შესაბამისად, აი მე მაინტერესებს, სად ხედავ და როგორ ხედავ განათლების როლს და აი ჩვენი ეკოსისტემა, ხო? მოდი ავიღოთ აი 10 წლეული. ის პერიოდი, რაც ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვითარდება და ასე შემდეგ. სულ მახსენდება ფორდის სიტყვები, ხო, რაც კარგია შეერთებული, რაც კარგია ფორდისთვის, ის კარგია შეერთებული შტატებისთვის. აი დაახლოებით იგივე პრიზმაში რომ მოვთარგმნოთ ეს ყველაფერი, აი რა გვაკლია დღეს ეკოსისტემის განვითარების ნაწილში და სად ხედავ აქ განათლებას? რა თქმა უნდა, ეხლა იმიტომ ალბათ არ გაუსვა ამას ხას, რომ განათლების სფეროს წარმოვადგენ ჩვენ, მაგრამ რომ ავიღოთ რეალურად დღეს ყველაფერი იწყება განათლებით და
და თავდება განათლებით. იმიტომ რომ თან ეს ერთჯერად პროცესი არ არის. აი ხა თუნდაც რაც საუბრობდით სანდრო ხელოვნური ინტელექტზე. ხო აი უცბად გაჩნდა ისეთ სფერო, რომელიც ეს სფერო თუ არ გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი, ბიზნესში შევა ვერ გადარჩე. ან კადრი რო ხარ, რომელიც რაღაც სფეროში მიიღე განათლება, ხო იგივე ან მენეჯმენტის, ან IT სფეროში, არ გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი, ხო შეიძლება უბრალოდ სამსახური ვერ მოწებნო რა. იმდენად შეიცვალა ეს. ანუ განათლებაც არ არის ერთჯერადი, აი რატომღაც ყოველთვის ესე უყურებდით ალბათ ესეც ცუდი საბჭოთა პერიოდის ის არის, რომ რაღაცა ეტაპებია ცხოვრების რა. არის ეტაპი განათლების რაღაცა, არის ეტაპი დაოჯახების არის ეტაპი ისა, ხო? მოურჩით და ეს მოურჩით ეს ეხა ეს აღარ გვინდა რა, ეხა ხო ვისწავლეთ ეხა რა. მეორე არის რაღაცა, იცი რა, ასაკში რაღაც განათლება მიიღო, ცოტა რაღაც უხერხულება. თუმცა ეს ბევრი რაღაცა იცვლება დღეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, მით უმეტეს ამ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფი ცვლილებები შემოიტანა, რომ აი დღეს რო აი ის ფუფუნება რომ ერთი თვე მოდი რაღაც სხვა საქმეებს მივხედავ, საერთოდ სფეროდან ამოვარდე. იმდენად სწრაფად იცვლება რაღაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი დღევანდელი სამყარო სწორედ იმდენად აი ესე რომ ვთქვათ, მრავალწახნაგოვანია, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს განათლება. აი დღეს მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს არ წახვები, იმას კი არა ხვალ ვერ რაღაც პრობლემები გექნება. პირდაპირ ვეთქვით რომ პრობლემები გექნება. შენ ხარ არ ვიცი ისეთ მაღალი განათლების სფეროში, ახლა აღარ ვამბობ IT-ის თემას, ხო? იგივე მენეჯმენტის კუთხით, ფინანსებით, მარკეტინგის კუთხით, ხო? შენ თუ პარალელური სფერო ხელოვნურ ინტელექტს არ ითვისებ, ხო, ჩათვალე რომ ხვალ ფაქტიურად შეიძლება სამსახური ვეშოო რეალურად რა. მით უმეტეს ახლა დიდი კონკურენცია ბაზარზეც, ხო? კი ერთია კადრებზე მოთხოვნაა საქართველოში, მეორე კონკურენციაც დიდია. ამიტომ ყველა კუთხიდან რომ შევხედოთ ნებისმიერ იმას, განათლება არის ერთ-ერთი მთავარი წახნაგი და არა ესე შევთქვათ ეტაპ როგორ არ შევხედოთ როგორც ეტაპს რაღაც ცხოვრების ნაწილს. იმიტომ რომ იცი და აი ჩვენც აღარა ვართ პატარები, იგივე ჩვენც ბევრი ახალი სფერო ჩდება, მაგრამ იგივე უნივერსიტეტს ამას რო არ მიყვებოდეს ყოველდღიურ დღეებში. აი რამდენჯერ მეახსენე რომ აი ბითიუმ გაუსწრო და საქართველოში ერთ-ერთი პირველმა გააჩინა ტექნოლოგიების განათლების სფერო. ბითიუმ გაუსწრო წინ და გააჩინა ხელოვნური ინტელექტის განათლების და ზოგადად სფერო, ხო? ბითიუმ გაუსწრო წინ და ქართული ენის დაცვაზე ზრუნავს რომ როგორ აი ეს ყველაფერი აი რაღაცა წინ, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ გამოდის რომ რამდენი უნდა ინფორმაცია მიიღო, ისწავლო, გაეცნო, იკლიო. ამიტომ რეალურად დღეს თუ გინდა იყო წარმატებული, თუ მუდმივად განათლების კომპონენტი არ აქვს შიგნით შემოტანილი, მით უმეტეს ესე დროს, როდესაც კარგი გაგებით ვამბობ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი იმდენად აქტიურად გვიტევს, ხო და მით უმეტეს შრომის კადრებს უტევს, ხო? იგივე ეს შეეხება იმას მედია სფეროს, ხო? ანუ აი მედია სფეროში ეხა ხდება იმდენად სწრაფი ტემპების ამისათვისება, ხო? ანუ მედია სფერო, რომელიც ამაში ინტეგრირებული არ იქნება სწორი გზით. ხო რეალურად ხვალ შეიძლება ძალიან გაუჭირდეს და ზეგ შეიძლება აღარც არსებობდეს ეს რა. ამიტომ თავარი არის აბსოლუტურად სწორედ ახსენე რომ განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზისი იქნება თუ დიდი კომპონენტი ყოველთვის იყოს თამდევი როგორც კომპანიის ესე ვთქვათ, ისევე სხვადასხვა ეს პიროვნულად ვთქვათ შენი თავის განვითარებაში. ამიტომ ყოველთვის ურჩევთ და ჩვენ სტუდენტებს რაც კიდე აი ყველაზე მნიშვნელოვანი მივაჩვიოთ რომ განათლება არის წება უნივერსიტეტში და უნივერსიტეტი გასულით არ თავდება რეალურად რა. უნივერსიტეტის ეს პერიოდი არის კარგი ის რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა მიიღო, მეტი პრაქტიკა მიიღო, მაგრამ უნდა გაგიჩინოს პარალელურად ეგ უნარი რომ გააგრძელო ეს სწავლა. იმიტომ რომ კონკრეტულად ძალიან რთული ტრანსფორმაციის დრო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამ პერიოდს ჭირდება რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ განათლების კომპონენტის მაქსიმუმ აქტიურის. ამიტომ ვფიქრობ რომ ხვალინდელიც მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ცვლილება მოხდება გარწმუნეთ ძალიან ბევრი ცვლილება ხდება ამისკენ, მაგრამ იმისთვის რომ იყო წარმატებული თუ ეს განათლების კომპონენტი მუდმივ რეჟიმში ჩვენ არ ვამბობთ რომ მუდმივად უნივერსიტეტში ისწავლე. მაგრამ რაღაც გადადე რაღაც საათები, აი რაღაც YouTube-ს უყურე, თუნდაც რაღაცა წიგნი წაიკითხე, სტატია წაიკითხე რაღაცა, ხო? იგივე არ ვიცი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობ რაღაც ცოტა მეტი ინფორმაცია მოსთხოვე, რომ შენ პროფესიაში მაქსიმალურად აყვე იმ თანამედროვე მოთხოვნებს. თორე გეუბნებით, ხვალინდელი პროფესიული კადრი იქნება ადამიანი პლუს ხელოვნური ინტელექტი.
ფაქტიურად სამუშაო ადგილი რამე შეიძლება არ იყოს, ეს 100%-ს არ ეხება, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც იქნება ეს კომპონენტი. წარმოუდგენელი იქნება ფინანსისტი ხელოვნური ინტელექტის გარეშე. წარმოუდგენელი იქნება მენეჯერი, ხო ამ კუთხით ძალიან ბევრ სიახლეს ვამზადებთ უნივერსიტეტში და ისე ძალიან აქტიური შემოდგომა გვექნება ამ თემებით, მაგრამ ფიქრობთ, რომ ამიტომ აბსოლუტურად სწორად აღნიშნე სანდრო, რომ თავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ამაში არის, იმიტომ არ ვამბობთ, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ვართ რა, იმიტომ რომ უყურებთ ამ ესეთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პირობებში, რამხელა მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ ყველა ესეთი წარმატება არის კარიერული წინსვლა. ხო, აი დღეს ვახსენებთ ხელოვნური ინტელექტის კადრებზე არის მოთხოვნა უზარმაზარი ეძებენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, სოფლიოში, ხო? ანუ ნებისმიერი კადრი, რომელიც ამ სფეროში კარგად გარკვეული ხარ, სპეციალისტი ხარ, აი შენ წარმოიდგინე რამხელა ის გეხსნება. მაგრამ ეს ამ სფეროს წარმომადგენელს კი არ შეეხება მარტო, იგივე შეეხება მენეჯერებს, ფინანსისტებს, ყველა სფეროს. ამიტომ დღეს რო განვითარდეთ კარგი გზა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავყვეთ და გარწმუნეთ, აი რითაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი, რომ აი თითქოს საქართველოს ცალკე იყო და ტექნოლოგიების სფერო ცალკე. არა, ჩვენ მაგალითზე არ ვამბობთ, ხო, აი რამდენი წარმატებული სტარტაპერი ყავს, ხო, აი ძალიან ვამაყობთ, რომ ბევრი ისეთი სოფლიოში წარმატებული, ბევრ კონკურსშიც გამარჯვებული, ბევრი წარმატებული კომპანია, რომელიც ქართველების, ჩვენი ახალგაზრდების შექმნილია. ეს სფერო ჩვენია. ძალიან აი ჩვენ ხო უყურებთ ყოველდღე რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს, ხო? ჩვენც უყურებთ, რომ უზარმაზარი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ სფეროში. ამიტომ თავარი არის განათლება, რაც შევა მეტი თანამედროვე ცოდნის მიღება და ეს ყველაფერი, აი როგორც დღეს ტექნოლოგია სფერო არ არსებობდა ფაქტიურად და დღეს ათასობით კადრებს უშვებთ ყოველ წელს, ხო? და უკვე უზარმაზარი წარმოიდგინე 10 წლის განმავლობაში ამ სფეროში რამდენი კადრი შექმნით, ხო, რომელიც ზოგი ბანკში მუშაობს, ზოგი ტურისტულ კომპანიაში, ზოგი რა ვიცი, გლობალურ კომპანიებში, ხო? ანუ ფაქტიურად ახალი სფერო შეიქმნა, ხო? ჩვენი უნივერსიტეტის გარდა კიდე სხვა უნივერსიტეტებიც რა თქმა უნდა ქმნიან ამას და ჯამში გაჩნდა უზარმაზარი ესე ვთქვათ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკას ქმნიან, ხო, ჩვენი ქვეყნის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმისკენ მიგვანიშნებს, რომ სწორი დასაწყისი იყო. ჩვენ ქართველები როგორც ნიჭიერები ვართ, არ ვიცი, კულტურიდან დაწყებული ძალიან ბევრ სფეროში, სპორტში ხო უზარმაზარი წარმატებით, ესეთივე წარმატებულები ვართ. იო ჩვენ მაგალითად გეტყვით ჩვენ სტუდენტებს რომ უყურებთ ტექნოლოგიების სფეროში. ამიტომ გჯერა ხვალინდელი დღე როგორც იმ სფეროში ვიქნებით წარმატებული, ისევე ამ ტექნოლოგიების სფეროში. იმიტომ რომ მართლაც უნიჭიერეს თაობა მოდის, რაც მაგალითებზე აჩვენებს, რომ იგივე ის რა კომპანიაში არ უნდა მოხდეთ, რომ უყურებთ ჩვენ სტუდენტებს, რომელ სფეროში არ იყვნენ დასაქმებულები წარმატებით. ხო, ძალიან ჯერა ჩვენი ახალგაზრდების ხვალინდელი დღე არის ტექნოლოგიების სფერო, ხვალინდელი წარმატება და ყველაზე მაღალი შემოსავლები. იგივე ჩვენი ქვეყნის თუ გვინდა უფრო მეტი კეთილდღეობა, ყველაზე მეტი კეთილდღეობა ტექნოლოგიების სფეროშია დღეს, ხო? ამიტომ გჭირდება კიდევ უფრო მეტი სტუდენტი, კიდევ უფრო მეტი წარმატებით დასაქმებულები და ჯერა რომ 10 წლის მერე რომ აი რა ტექნოლოგია ხო ჩვენი სფეროც არის საქართველოსთვის. გარწმუნეთ 10 წლის წინ ესე არ გვიყურებდნენ ჩვენ. და 10 წლის მერე რომ შევხედავთ, ნახავთ რამდენად წარმატებული კიდე მეტი ქართული კომპანია გვეყოლება, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, თუმცა ეხაც ბევრი არსებობს უკვე, რომელიც წარმატებით ქმნიან, არ ვიცი, უზარმაზარ ეკონომიკურ შემოსავალს. ამიტომ ესა რა თქმა უნდა ჩვენ თავი. მადლობა, საინტერესო პასუხისთვის. აი ისევ და ისევ მივდივართ იმ მოცემულობისკენ, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი არის სერვისების შექმნა და მერე მისი ექსპორტი. ხა ჩვენ ვერ ვაწარმოებთ Mercedes, ჩვენ ვერ ავაწყობთ Ferraris, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ექსპორტირება ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ რესურსს და აი აქ თავარი ნაწილი ხა უკვე მინდა შემოვიტანო საკანონმდებლო პრეფერენციები, მიდგომები და ზოგადად ეკოსისტემის ხედვები. აი ხა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი მანკიერება რაც დავინახე არის ის, რომ აი რეგიონში მაგალითად ანუ იუნიკორნების რაოდენობის კუთხით, ხო? მილიარდიანი სტარტაპების კუთხით. საქართველოს ჯერჯერობით არც ერთი მილიარდიანი სტარტაპი არ ყავს ჯერჯერობით. თუმცა ასეთი ტემპებით ეხა რა ტემპებითაც მივდივართ, დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგი არ დააყოლებს. თუმცა აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენი მეზობელი სომხეთი ამ კუთხით უფრო კარგად პოზიციონირებს, იმიტომ რომ 6 ყავს. ეს უკვე არ არის მარტო ადამიანური რესურსის გამოძახილი. აქ მთელი რიგი კომპონენტები ერთვება, ხო?
აქ უნდა იყოს გამართული საკანონმდებლო ეკოსისტემა, ფინანსური ინსტიტუციები, ალტერნატიული ფინანსური რესურსები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი როცა უშვებს კადრს და მას აქვს ნიჭი, შესაძლებლობა, ყველანაირი პრეფერენცია და ასე შემდეგ, ანუ გარემომაც და ეკოსისტემამაც ის უნდა დაასტიმულიროს, შეფუთოს, ხო? და ალბათ ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ ალბათ სათანადოდ აი ეკოსისტემის თვალსაზრისით ვერ ვიმუშავეთ თავის დროზე იმაზე, რომ აი მაგალითად მინიმუმ ერთი იუნიკორნი მაინც ყოლოდა დღეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ გადაწურული იმედები ცხადია არ არის და ძალიან ბევრი სტარტაპი დარწმუნებული ვარ, თუნდაც აი ამ კედლებში, ხო, რომელიც დაიბადა, დარწმუნებული ვარ, რომ დაადგება იუნიკორნის გზას პირობითად, ხო, მაგრამ ბევრი კომპონენტი არის. ამაზე მთავრობაც ფიქრობს, ეხლა არ ვიტყვი, რომ არ ფიქრობს თქო, ნამდვილად, ანუ კონცეფციებიც ბევრი არის, იგივე საგადასახადო შეღავათების სტარტაპებისადმი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით სასარგებლო ელემენტები, რამაც ეს ყველაფერი უნდა დაასტიმულიროს. აი, როგორ შეაფასებ, ანუ თქვენ ხართ წარმოებელი. აი უკვე იმპლემენტატორი, ანუ მიმღები რეალურად აი ამ პროდუქტის, ხო? აი რა მიმართულებებით გმართებს უფრო გაუმჯობესება? აი საფინანსო ინსტიტუციებში არის პრობლემა, ის რომ ალტერნატიული ფინანსური რესურსები არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯიტა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ხო? მაგრამ უფრო მეტი გვინდა hedge ფონდების კუთხით და ასე შემდეგ, რომელმაც საბოლოო მიმართულებით განათლება უნდა დააფინანსოს. კონცეფცია უნდა დააფინანსოს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია მე დარწმუნებული ვარ ეხლა შენი პასაჟი რაც არის და ეს გულწრფელი პასაჟი არის რომ კი ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტი ეს კომერციული პროექტი არ არის მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მე ასე ვფიქრობ რომ ამან კომერციული ელემენტები უნდა შეიძინოს რომ ისევ და ისევ ის სამეცნიერო ნაშრომები რომელიც ჩაინტეგრირდება ამ ყველაფერში 90-იანების დასაწყისში 100 ლარად რო ვყიდდით რეალურად სამეცნიერო ნაშრომებს, ანუ ეს ხო არისო კომერციალიზაცია და მე გლობალური კონცერნები ამას მილიარდებში აბრუნებდნენ, ხო? აი ესეთი ტიპის ნიუანსები უნდა გადავტეხოთ, ჩემი აზრით. ცოტა გამიგზავნა ბოდიში კითხვა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან საინტერესო ხედვები გაქვს ამასთან დაკავშირებით. აი როგორ უყურებ შენ აი ეკოსისტემის განვითარების ასპექტს მთლიანობაში? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხალხს გავუსწორდი იმას, სანდრო, რა თქმა უნდა, ქართული სუვერენიტეტის პროექტი ჩვენც არ არის არანაირი კომერციული პირიქით, ეხა უნივერსიტეტი ყველანაირ დროს და რესურს ხარჯავს იმისთვის, რომ რაც ყველა ადგილას, ყველა იმაში სად რა შეიძლება გამოუმჯობესოთ ქართული ენის კუთხით, აი რა საშუალება გამოვიყენოთ ამაზე, ყველაფერს ამისთვის ვაკეთებთ. თავისუფალი დროა, ნებისმიერი დროა, რომ იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ამიტომ არის პროექტები, რომელიც არის სულთა სოციალური პასუხისგებლობა, ფიქრობთ, რომ აი ერთი მას შენახსენებდი, რომ აი უნივერსიტეტი არ არის ჩაკეტილი განათლების სისტემა, არ არსებობს. ყველა წარმატებული უნივერსიტეტი ეს არის გახსნილი ეკოსისტემა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, არ ვიცი, ენის სუვერენიტეტის პროექტს, სხვადასხვა სტარტაპების განვითარება, ნებისმიერ ესეთ თემას. ამიტომ ესეთი გახსნილობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი, რაც ჯანსაღი განათლების კუთხით რო ავიდეთ, უნდა აკეთებდეს ქვეყნის მასშტაბით. ხა მეორე რა შეიძლება კიდე კეთდებოდეს, რომელიც შენახსენე, აი ჩვენ ყველა რა გვაკლია ამის, აი ყველაზე მეტად გეტყოდი რომ გვაკლია კიდე დრო. ცოტა მეტი დრო. აი ჩვენ მაგალითზე შეგვიძლია გითხრათ, ამ უნივერსიტეტს რო ხსნიდით 10 წლის წინ. კაფსულად ჩავდეთ, რომ აი პირველ ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც მილიონიან პროექტს აწევდა, მაშინ უნდა გაგვეტეხა ესა და ის სიმბოლური კაფსულა, რომელიც ამ უნივერსიტეტის დაფუძნების იმაში პერიოდში ჩავდეთ, მაშინ უნდა გადაგვეცა ამ ჩვენი იმის პირველ ესე ვთქვათ მილიონი. აი როგორ წარმოგიდგენია, რამდენ ხანში გადავეცით. წელიწად ნახევარში. ფაქტიოდ 2 წელიც არ იყო, მე მგონი გასული თუ არ მეშლება. ისე მოდი თქვათ ვინ იყო ეს. ეგეც არ არის. შენ რომ თვითონ სურვილი არ ქონდეს რომ იმას ქნათ, გავაჟღეროთ, მაგრამ რაც გვაჩვენა 2 წელიწადში იყო ის შედეგი, რომ გაჩნდა კომპანია, რომელიც სტარტაპი, რომელიც მილიონის აკუმულირება შეძლო, რომელიც იმ პერიოდში წარმოუდგენელი თანხა იყო. აი რო გეთქვათ თქვენ 8 წლის წინ რომ სტარტაპი მილიონის აკუმულირებას მოიზიდავდა, წარმოუდგენელი, აი ფანტასტიკის დონეზე იყო. ყველაზე მეტი იმის მერე, ხო აი დღეს უყურებთ რომ სტარტაპები, იგივე რამდენი ქართული სტარტაპია, რომელიც მილიონი კი არა, ბევრ 10 მილიონსაც გასცდა უკვე, ხო? არა მარტო საქართველოში უცხოეთში. ყველაზე მეტი რაც გვაკლია, ეს გვაკლია ცოტა მეტი კიდე დრო, სანდრო, ესე ფიქრობ. ხო აი ეს გამოცდილება, ეს ცოდნა უნდა დაგროვდეს. რო გახსენეთ, ეხა 10 წელი
ეხლა ჩვენ გვეჩვენება რომ თითქოს დიდ რომ ისტორიის არაფერია წამია ხო რეალურად ისეთი სფეროს გაჩენისთვის ხო რომლის დიდი კულტურა შეიძლება არ ქონია კი ეხლა საქართველოში ძალიან დიდი კულტურა იყო სხვადასხვა სფეროში ტექნოლოგიების სფეროში საწარმოო ტექნოლოგია იქნება თუ სხვადასხვა ტექნოლოგია მაგრამ კონკრეტულად IT ტექნოლოგიების კუთხით დიდი ის არ ყოფილა ხო რეალურად ამიტომ ჩათვალეთ რომ ეს ბოლო პერიოდი იგივე ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიც რომელიც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობენ ტექნოლოგიების განათლებაში ეს ყველაფერი ნაბიჯ მოგცემს იმას რომ ალბათ მალე ვიხილავთ იგივე მილიარდებიან კომპანიას და ეს ქართველებს რომ შეგვიძლია ამის მაგალითად შეიძლება საქართველოში არა გვაქვს მაგრამ უცხოეთში გვაქვს რომელიც ქართველები შექმნილი კომპანიები იგივე ტექნოლოგიების სფეროში ეხლა აქაც ალბათ გვარს არ დავასახელებთ მაგრამ ესეთი უცხოეთში ყავს ბევრი წარმატებული ქართველი რომელიც რამდენიმე მილიარდიანი კომპანიის ფლობელია ხო და რომლის ძირითადად ანუ ჩვენ ამის უნარი გაგვაჩნია გასაგებია საქართველოს პატარა ქვეყანა ამ სფეროში ახალი კულტურა დამკვიდრებული მაგრამ იგივე დღეს გარდა ესეთ სტარტაპების კუთხით რომ საქართველოში მაგალითად მუშაობენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სოფლიოში წამყვანი IT კომპანიები კი ბატონო აი ძალიან კაი რემარკა არ გვიხსენებია იმიტომ რომ ერთი სფეროა რომ სტუდენტმა მიიღოს ცოდნა და საკუთარი ბიზნესი შექმნას და რომელიც აი ჩვენი უნივერსიტეტი ესე ფილოსოფიური ქვაკუთხედია რომ აი ყველა აი მაქსიმალურად შეეცადონ ჩვენი სტუდენტები რომ თავის ბიზნესი შექმნა და წარმატებულები იყვნენ ტექნოლოგიებში, მაგრამ მეორე სფერო ეს არის მაღალგზავნილი დასაქმება. ეს შეეხება როგორც ქართულ კომპანიებში, ხო, იგივე აი ჩვენთან კადრების პოვნა, აი ძალიან ბევრ კომპანიას უკვე უჭირს, იმიტომ რომ ფაქტიურად კადრებზე კარგი გაგებით რო თქვა, ნადირობა მიდის ყველანი ჭიერ სტუდენტზე, რომ რომელიღაც კომპანიამ წაიყვანოს. აი ყოველ დღე გვაქვს ასეთი ისტორია, ხო? მათ შორის თქვენი სტუდია სხვათა შორის ესაც ძალიან მოხარული ვართ. მაგრამ მეორე ეს არის სოფლიოში წამყვანი კომპანიები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებენ, ხო? ეს იქნება EPAM-ი თუ სხვა ესე დიდი რომელიც გლობალური უზარმაზარი კომპანიებია, რომელიც ასობით ქართველის ყავთ დასაქმებული და რომლებიც მუშაობენ არა მარტო ქართული, არამედ საქართველოსდან მუშაობენ და უცხოურ პროექტებზე. ეს არის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ჩვენი კადრები საქართველოში დარჩენ კონდეთ მაღალი ანაზღაურება და მუშაობდნენ ეხა ისეთ გლობალურ კომპანიებზე როგორც არის შეიძლება Google, Microsoft და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრეცედენტები როგორც თქვათ ესეთ თქვათ სტარტაპულ ეკოსისტემის დაში და მათი შემოსავლების ზრდაშია, ხო? მეორე ნაწილი არის რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ის უფრო დიდი ნაწილი. ეს არის დასაქმება ტექნოლოგიების სფეროში საქართველოშივე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ესეთ სოფლიოში ცნობილ კომპანიებში. რომ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი მუშაობს. ხა ერთი ვახსენთ, მაგრამ ესეთ ძალიან ბევრი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საქართველოსდან უწევს იგივე ეს იქნება ისრაელში, ამერიკაში თუ სხვადასხვა კომპანიებს საქართველოსდან უწევენ სხვადასხვა მომსახურებს. ამიტომ ჯამში ვქნით, რომ ეს ეკოსისტემა ეხა იქნება რეალურად. ხო, ეს ერთი სფეროა, ესეთი გლობალური კომპანიები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებენ. მეორე ეს არის სტარტაპების ეკოსისტემა. მესამე ყველაზე მთავარი რაც ჩვენ ქართულ კომპანიებს უზარმაზარი მოთხოვნა არსებობს და კიდევ უფრო მეტი გაჩნდება ტექნოლოგიების იგივე ჩვენ განათლებულ ახალგაზრდებზე. რომელიც დღეს ვახსენეთ ხელოვნური ინტელექტის კუთხით უზარმაზარი მოთხოვნა, იმიტომ რომ რაც უყურებთ, აი ძალიან ბევრ კომპანიაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამის დანერგვა და ამაში ჩვენ იგივე ჩვენი სტუდენტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველაზე რაც ახსენე, აი ძალიან კარგი კითხვა, აი რა აკლია ყველაზე მეტად კიდევ ვიტყვი რა თქმა უნდა, რაც თქვათ მეტი ამ სფეროში ინვესტირება იქნება, მეტი რესურსი გაჩნდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე მეტად კიდე გვაკლია დრო და აი რო უყურებთ ამ 10 წელიწადში თუ ამ სფერო ნოლიდან შეიქმნა, ხო რეალურად, ხო აი სფერო იყო, რომელიც არ არსებობდა, ხო? და დღეს ათასობით ადამიანი იყო სტუდენტი დასაქმებული, წარმატებით მუშაობს ესეთ წამყვან კომპანიებში. აი 10 წლის მერე ვნახავთ, რომ დღეს თუ ეხა მილიონებიანი კომპანია აღარ გვიყვირს სტარტაპების სფეროში იქნება ტექნოლოგიების სფეროში, ხა ბევრი ისეთი კომპანიები ვიცით, იგივე ჩვენი სტუდენტების დამფუძნებული, თქვენც იცნობთ, რომლის შეიძლება კონტრაქტების რაოდენობა მილიონებს აჭარბებს, ხო? რომელიც შეიძლება ჩვენი უნივერსიტეტი შარშან დაამთავრა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე ვნახავთ ალბათ მილიარდებიან კომპანიასაც საქართველოში და ჩვენი სწორედ ინტერესიც ეს არის, რომ ყველაზე ძალიან რაც გვიხარია, რომ ნოლიდან უყურებთ ამ სფეროს დაბადებას
და ერთად უყურებთ მე მგონი სანდრო, იმიტომ რომ ამაზე საუბარია 10 წლის წინ დავიწყეთ მე მგონი. ხო, როგორ ჩაისახა ესა, როგორ ვითარდება ესა და დღეს მილიონებიანი კომპანია ტექნოლოგიების სფეროში აღარ გვიკვირს საქართველოში, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ასევე აი გარწმუნებთ რომ 10 წელიწადში თქვენ ნახავთ მილიარდებიან კომპანიასაც და ყველაზე მთავარი ის იმედსაც გვაძლევს, ხო, ყველაზე მთავარი არის რომ უყურებთ ჩვენ სტუდენტებს, იმ უნიჭიერეს ახალგაზრდებს, რომელიც აი რომ ვიწყებდით თუნდაც გვეუბნებით რომ ტექნოლოგია ქართველების სფერო არ არის, უყურებთ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდასთვის არის მართლა ტექნოლოგიები, არის მათი სფერო, ჩვენი სფერო და აი ამ წარმატების მაგალითებს შეგვიძლია ვთქვათ სწორედ ის, რომ ეს სფეროში შევძელით დღეს რაღაცას ვაკეთებთ და ხვალ კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ და აი გარწმუნებთ რომ გნებავთ 10 წლის მერე ვილაპარაკოთ და იქნება მილიარდიანი კომპანია. მე ამისი მჯერა. ვიშა ძალიან ტექნოლოგიების სფეროში. აი ასეთი ძალიან კარგი, ძალიან კარგად ჩანს ფილოსოფია და ხედვა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა ამ 1 საათით ჩვენ დიალოგით და მე მინდა რომ გისურვო პირადად ძალიან ბევრი წარმატება და უნივერსიტეტს უსურვო ძალიან ბევრი წარმატება და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს განვითარების ტემპები მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის და ერთიანი ეკოსისტემისთვის. ამიტომაც წარმატებები ბევრი შენ. და მადლობა რომ იყავი ჩვენი ფინალური აკორდის სტუმარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მიხეილ ბატიაშვილს ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალი შენობით ბიზნესთან კი სექტემბრამდე გემშვიდობებათ. მე ბედნიერ ზაფხულს და აგვისტოს გისურვებთ. დროებით. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი.